საქართველო როგორც უძველესი კულინარიული ტრადიციების ქვეყანა დღეს გასტრონომიული ტურიზმის განვითარების ახალ გზას ადგას. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით ქვეყანაში ოჯახური გასტრონომიული მასპინძლობის ქსელი მზისკარი ფართოვდება, რომელიც რეგიონულ იდენტობას აძლიერებს. ტრადიციულ გემოებს თანამედროვე ტურისტულ გამოცდილებად გარდაქმნის და ადგილობრივ მეწარმეებს განვითარების ახალ შესაძლებლობებს, ცნობადობის ზრდას, ფინანსურ მხარდაჭერასა და ხარისხიანი სერვისების განვითარებას სთავაზობს. პროექტის მონიტორინგს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ახორციელებს და უზრუნველყოფს, როგორც არსებული წევრების მხარდაჭერას, ისე ახალი მონაწილეების ინტეგრაციას. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ერთ-ერთი თვალსაჩინო პროექტი მზისკარი, რომელშიც უკვე 15 მონაწილეა, თავს უყრეს ადგილობრივ მეწარმეებს, ოჯახებს, მასპინძლებს, რომლებიც ტურისტებს განსაკუთრებულ თავგადასავალს თავაზობენ. გარდა იმისა, რომ გასტრონომია არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტი, ისინი ქართული კულტურის, სუფრის და მასპინძლობის ტრადიციას აცნობენ სტუმრებს. უკვე 15 მონაწილე გვყავს, ძალიან მნიშვნელოვანია ეს პროექტი, როგორც რეგიონის განვითარებისთვის, ისე ადგილობრივი მეწარმეობის განვითარებას ხელს უწყობს. მზისკარი აერთიანებს მასპინძლებს, რომლებიც სტუმრებს სთავაზობენ რეგიონებისთვის დამახასიათებელ ტრადიციულ კერძებს, აგროაქტივობებსა და გასტრონომიულ მასტერკლასებს. პროექტის ფარგლებში შექმნილია ორენოვანი ონლაინ პლატფორმები და სარეკლამო კონტენტი, რაც ხელს უწყობს როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ტურისტების მიზნობრივ მოზიდვას და რეგიონებში ტურისტული ნაკადების გაზრდას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადგილობრივ ბაზარზე ახალი, უნიკალური, სპეციფიური მომსახურებების შეთავაზება და ხელშეწყობა უცხოელი ტურისტებისათვის. ერთ-ერთი ასეთი წარმატებული პროექტი, რომელსაც ტურიზმის ადმინისტრაცია 2024 წლიდან ახორციელებს, არის მზისკარის პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ავთენტური კულინარიული გამოცდილების შეთავაზებას და პროდუქტის შექმნას ბაზარზე. მნიშვნელოვანია როგორც ტექნიკური დახმარება, რომელსაც უწევს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მეწარმეებს, ასევე ფინანსურ კომპონენტზე ხელმისაწვდომება, რომელიც ხორციელდება სააგენტო აწარმოე საქართველოს ბაზაზე. გია ცეცხლაძე წლებია საოჯახო მარანში ტურისტებს მასპინძლობს. ამბობს, რომ პროექტი მზისკარი მას მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისა და ბიზნესის განვითარების მიმართულებით დამატებით შესაძლებლობას აძლევს. მისი თქმით, სახელმწიფოს მხარდაჭერა ბიზნესს აძლიერებს, შედეგად ძლიერდება ეკონომიკა და ვითარდება ტურიზმი. დღეს მდგომარეობით დაახლოებით 4-დან 5,000 ტურისტამდე ვხებულობთ ყოველწლიურად, რომლებიც მოდიან ჩვენს საოჯახო მარანში, კაფეში, სადაც ეცნობიან ქართული ღვინოს, ეცნობიან ქართულ სამზარეულოს. მონაწილეობა მივიღე აწარმოეს საქართველოში, რომელმაც დამაფინანსა 50,000 ლარის ოდენობით და ამ პირობის წარმატების შესრულების შემდეგ საქართველოს ტურიზმის სააგენტო უშუალოდ მზისკარის წარმომადგენლებმა გადმომცენ ქეშბექის სახით 25%. ამან ყოველივემ ძალიან დიდი სტიმული მოგვცა კიდევ უფრო მეტი შრომისათვის, კიდევ უფრო მეტი განვითარებისათვის. მზისკარი არ არის მხოლოდ პროექტი, ეს არის შესაძლებლობა რეგიონული ეკონომიკის, ტურიზმისა და ავთენტური გემოების პოპულარიზაციისთვის.